ვაშინგტონიდან თანხმობა მიღებულია თითქმის 7 თვიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. მისიის შესასრულებლად ყოფილი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ემზადება, რომელმაც ამერიკის მხრიდან აგრემანი უკვე მიიღო. ახლა ერთი პროცედურა რჩება პრემიერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს. ბოლო თვეებში გაუარესებული ურთიერთობის და შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე მომავალი ელჩის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინებია. მმართველ შეთავაზებულ კანდიდატზე აგრემანის მიღება, ტალიაშვილის ბიოგრაფია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დანიშვნის მოლოდინი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის იმედს აძლევს. სკეპტიკურადაა განწყობილი ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების შეცვლის გარეშე ოფიციალურ ვაშინგტონთან კავშირების აღდგენას და სიტუაციის ნორმალიზებას გამორიცხავს. საკრებულოსა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატისთვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა პირველი არ იქნება. 2022 წლიდან თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელი იყო. ამ პოზიციაზე ახლა პარლამენტის ყოფილი წევრი ხატია წილოსანია წარდგენილი. ჩვენ 4 ივნის მივიღეთ საბოლოოდ აგრემანი ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ოფიციალური თანხმობა საქართველოს მიერ შეთავაზებულ კანდიდატზე მიღებულია. 6 თვიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიპლომატიურ წარმომადგენლობას თამარ ტალიაშვილი უხელმძღვანელებს. საგარეო საქმეთა მინისტრი იუწყება, რომ ახალი ელჩი ვაშინგტონში უმოკლეს დროში უნდა ჩავიდეს და ეს სიახლე მაკაბოჭერიშვილს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კუთხითაც უჩენს. ჩვენს მიერ წარდგენილი და შეთავაზებული კანდიდატი იყო მათთვის მისაღები და დადასტურდა. რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთხელ კარგი მომენტი იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს შევხედოთ ახალი თვალით, ახალი ფურცლით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული ელჩი და მნიშვნელოვან როლს შეიტანს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებაში. ახლად დანიშნული დიპლომატის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლასთან დაკავშირებული მოლოდინები ოპოზიციასაც აქვს, თუმცა სრულიად განსხვავებული. ბარიერ გადალახულ პარტიებში დარწმუნებული არიან, რომ ქართულ ოცნებას ამერიკის მკაცრი გზავნილების მიღება ახლა უკვე ახალი ელჩის მეშვეობით მოუწევს. და არც იმას გამორიცხავენ, რომ თანხმობის მიღებაც სწორედ ამ მიზნით დაჩქარდა. შეიძლება სწორედ ამ მიზნით გადასცეს აგრემანი უფრო სწრაფად, რომ ის კომუნიკაცია, რომელიც ქართულ ოცნებასთან აუცილებელია, რომ იყოს იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს აკისრია დემოკრატიულ განვითარებასთან მიმართებაში, უფრო ეფექტურად იყოს გაგებული. შეასრულებენ, არ შეასრულებენ, ეს მეორე საკითხია, შესაბამისი სანქციები მოყვება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მეგობარი აქტის მიღების პროცესი ისევ აქტიურად მიმდინარეობს. ოპოზიციის მოწონებას ვერც ელჩის კანდიდატურა იმსახურებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არა პერსონებზე, არამედ რეფორმებსა და გადაწყვეტილებებზე გადის. და რადგან ხელისუფლების მიდგომების შეცვლის იმედი არ აქვთ, არც მათ ოპტიმისტურ მოლოდინებს იზიარებენ. თამარ ტალიაშვილის კანდიდატურას მხოლოდ ღიმილით შევაფასებ. რაც შეეხება თვითონ ელჩის დანიშვნის საკითხს, მნიშვნელოვანია საქართველოს როგორც სახელმწიფოსთან ჩვენს პარტნიორებს გქონდეთ დიპლომატიური ურთიერთობა და კიდევ კარგი რომ ეს ინტერესი ჯერ კიდევ არსებობს. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს საუბარი რა თქმა უნდა შეეხება იმ მავნებლობას და ყველა იმ სიმძიმეს და იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდემოკრატიულ ადამიანის უფლებათა სისტემურ დაამრღვევქმედებებს, რომლითაც განსაკუთრებულად გამოირჩევა ბოლო თვეების განმავლობაში ოცნება. აგრემანის მინიჭება არ ნიშნავს რეჟიმის ლეგიტიმაციას, ან ამ რეჟიმის მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის აღიარებას და მასთან თანხმობის გამოხატვას. რაც შეეხება ქალბატონ ტალიაშვილს, მე მოხარული ვარ, რომ ის დაინიშნა, ეს კიდევ ერთი დასტური ძალიან მძიმე კრიზისისა, რომელიც გააჩნია რეჟიმს. როდესაც შენ არ გყავს ადეკვატური კადრი იმისთვის, რომ პრინციპში პირველ ელჩად, ყველაზე მთავარ ელჩად მიავლინო, კერძოდ ვაშინგტონში, რაც რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საელჩოთა შორის ამერიკის პოლიტიკური დედაქალაქი, როცა შენ იქ არ გყავს ადეკვატური კადრი, ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც რეჟიმს გააჩნია. 10 წლეულების მანძილზე მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან ახლა ურთიერთობა რომ რთულ ფაზაშია, ამას სახელისუფლებო გუნდიც აღიარებს. შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობის და დაწესებული სანქციების შემდეგ ქართული ოცნება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და ახალი ელჩის პირობებში როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით სრულიად განსხვავებული და კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული მიდგომების მოლოდინშია. ეს ჩვენ გვაძლევს კვლავ ოპტიმიზმის იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არის და ჩვენ კვლავ ერთგული ვართ
იმ წინადადებისა, რომელზეც უკვე რამდენიმე ხანია ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც დამყარებული იქნება ორივე ერის ეროვნულ ინტერესებზე, ასე რომ ქალბატონი თამარ ტალიაშვილი, როგორც ელჩი, ამ მხრივ არის ყველაზე კარგი კანდიდატურა. ამ ბოლო დროს გამოწვევად გვექცა ის, რომ თავარია თუ კი ასეთ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ადამიანი, ის საკუთარი ქვეყნის გამოწვევიდან გამომდინარე მოქმედებდეს. და თუ კი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო, ერთ-ერთი მათ შორის თამარ ტალიაშვილია, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები ისეთ ფაზაში გადავა, სადაც ჩვენ სახვეწარი აღარ გაგვიხდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, სახვეწარი არ გაგვიხდება პირდაპირი ფრენები, სახვეწარი არ გაგვიხდება თავისუფალი ვაჭრობა და აქ ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მართლაც გადაიტვირთა ურთიერთობები, განცხადებები არავის არაფერში ჭირდება. თავარია ქმედითი შედეგები. თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის პოზიციაზე ევროსაბჭოდან ინაცვლებს, სადაც ის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა. მანამდე ის მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ფლობდა და ორი ვადით იყო თბილისის საკრებულოს წევრი. დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე მთავრობის მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას პრეზიდენტი უნდა დაეთანხმოს. და ახლა, როცა შეერთებულ შტატებში საქართველოს მომავალი ელჩის ვინაობა დადასტურებულია, ისევ გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს თბილისში ამერიკის დიპლომატიურ მისიას. ელჩის თანამდებობა ვაკანტური 5 ივნისს გახდა. რობინ დანიგანის წერილობითი განცხადებით, რომ პირადი გადაწყვეტილებით საქართველოში მისია და მისი დიპლომატიური საქმიანობა სრულდება და პენსიაზე გადის.